49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია. შინაარსის ქარდი გიორგი გახარიას პარტიის Facebook გვერდზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარლამენტმა სამი ოპოზიციური კოალიციის 49 დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა. გაზიარებულ ქარდებს სოციალურ ქსელში პოსტების სერია მოჰყვა. უმანდატოდ დარჩენილმა ოპოზიციონერებმა გახარიას გუნდს ერთმანეთის მიყოლებით შეუტიეს. გახარიას თუ ჰგონია ბრძოლის ამ ფაზის წარუმატებლობის შემთხვევაში ის დანარჩენ ოპოზიციას ხელს შეაწმენს და თავად გადარჩება, სასტიკად ცდება, რადგან ბრძოლის სხვა ფაზა არ იქნება. გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული დღევანდელი ბანერი პირდაპირ იკოპირება ოცნების ცილის მწამებლური პროპაგანდის, რომელსაც დიდი ხანია აწარმოებს ჩემი და ლელოს წინააღმდეგ. გახარიას საქართველოსთვის ლიდერშიპს ვისი გონიერებაც ვიცი და ვიცნობ, ვურჩევდი, რომ უგემოვნო პროპაგანდისტული გზავნილის მატარებელი ბანერი აიღონ. კრიტიკის ამ ქარდცეცხლს გახარიას პარტიის გვერდიდან ქარდის გაქრობა მოჰყვა. გზავნილი წაიშალა, თუმცა ისეთი კვალი დატოვა, რომ ორბანაკად დაყოფილი ოპოზიციის უთანხმოება საპარლამენტო მანდატებამდე მიიყვანა. რჩები პარლამენტში, ხარ ბიძინას რუსული პროექტი. ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნება და არ აქვს. ვიყენებთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაძლებლობას დაფინანსების შესახებ და იმაში, რაშიც ჩვენ ამ მომრჩეველი გვაძლევს დაფინანსებას, ამას ვიყენებთ. გახარიას პარტია ვერც პარლამენტის 12 მანდატს ელევა და ვერც პარტიულ დაფინანსებას. თუმცა მთავრობის მეთაურმა დღეს განმარტა, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის კიდევ ერთი გზა არსებობს. თუ პარტია საგაზაფხულო სესიებს არ დაესწრება, გაცდენილი დღეების საფუძველზე მანდატებს თავად შეუწყვეტენ. არც ერთი უცხოელი აგენტის ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტში უნდა იყვნენ ექსკლუზიურად წარმოდგენილი მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. იფსეთი სურვილი იყო კოლექტიური ნაცნობრობა დაებრუნებინა ხელისუფლებაში, თუმცა სინამდვილეში საკუთარი ხელით გაანადგურეს მათ რადიკალური ოპოზიცია. რაც შეეხება ამ შიდა ინკლავებას, რაც არის რადიკალურ ოპოზიციაში, ეს არის რა თქმა უნდა მათი სიუსტის გამოვლენა, როგორც კი მცირე ბულინგი წამოვიდა ნაცნობრობის სხვა განშტოებების მხრიდან მათ მაშინვე დაიხიეს უკან. რატომ? იმიტომ რომ ისინი არიან ერთიანი კოლექტიური პოლიტიკური ძალის ნაწილი, რასაც ქვია კოლექტიური ნაცნობრობა. დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებასთან ერთად მართველი გუნდის ხედვით სადეპუტატო მანდატებით ოპონენტებისა და მათი მფარველების შანტაჟის გეგმაც ჩავარდნილია. ოპოზიციაში არსებულ უთანხმოებაზე საუბრის ეს კი ქარდის წაშლის ეპიზოდზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ გახარიას პარტიამ ოპოზიციის საერთო მფარველების დაკვეთა შეასრულა. 59 ნაცს შეუწყდა მანდატი. დარჩა 12 სასოწარკვეთილი ნაცი პარლამენტში. ეს არის ზუსტად ის, რაც საბოლოო ჯამში მათ მიიღეს საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე. ერთ მდინარეში ორჯერ არავინ არ შედის. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მეორეჯერ შესულიყვნენ იგივე მდინარეში და ნახეთ, რომ რაც დაემართათ საკუთარი ამ ქცევი. გახარია ვის ეძახის ნაცს, სადაც ქართულ ოცნებას უწოდა ნაცი, იქ რომ ასე თქვა სტაჟიანმა ნაცემმა რომ მოსთხოვეს, აიღო ის ბანერი. ასე რომ არის ჩვეულებრივად ერთი დაჯგუფება. თქვენ ხო გახსოვთ გახარია გადადგა მელიას გულისთვის, ხო? ამას როდესაც საუბრობდით, თუ რა იყო ძირითადი მიზეზი, თვითონ გამოდიოდა რაღაცებს თავს იმართლებდა, თავის თანაგუნდელები რაღაც სულელებს საუბრობდნენ ამ ყველაფერზე, აგერ ელემენტარული ავიღოთ, ხო? ბანერი ვერ გამოაქვეყნეს. ჯერ გამოაქვეყნეს და შემდეგ დატუქსეს და აღებინეს. ეს არის რეალობა და მათი პრინციპულობა. ფული აიღეს. შესაბამისად, თუ არალეგიტიმურია ეს თავრობა, ეს ბიუჯეტი, მაშინ ფულის დააბრუნეთ ბიუჯეტში. არა, ფულს არ აბრუნებენ. მანდატებიც ალბათ შემოვიდოდნენ, მაგრამ არა, გაბრძანდით. ვისაც არ გინდათ ხალხის სამსახურში ყოფნა, იბრძანდით. გახარიებსაც ველოდებით. მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებით მე-11 მოწვევის პარლამენტი 49 დეპუტატით ნაკლებია. გახარიას პარტია კი 12 მანდატის საკუთარი ნებით დათმობას არ აპირებს.